ანონიმურ ემოციონალთა ისტორია. როგორ იწყებოდა? ანონიმური ემოციონალები 1971 წელს მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-პოლში დააარსა რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ადრე სხვა 12 ნაბიჯის პროგრამის წევრები იყვნენ. EA-ის საწყისები შეიძლება უკვე 1965 წელიდან შევნიშნოთ, როდესაც მარიონ ფ-მ გაზეთში წაიკითხა სტატია ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა 12 ნაბიჯის პროგრამა შესაბამისად გადააკეთა და ემოციური პრობლემების გადასაწყვეტად იყენებდა. მარიონს უკვე მრავალი წელი იყო, რაც შიშისა და პანიკის შემოტევები აწუხებდა, ხოლო ეს ინფორმაცია ერთგვარ პასუხად აღიქვა. თუმცა მისი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად ამ პრინციპით მომუშავე ჯგუფები არ არსებობდა. 1966 წლის თებერვალში მარიონს მეგობარმა სთხოვა ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრას დასწრებოდა, სადაც მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები სწორედ იმ 12 ნაბიჯს იყენებდნენ, რომლის შესახებაც ადრე გაზეთში ამოიკითხა. მან განაგრძო ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრებზე დასწრება და მათი პროგრამის მიხედვით მუშაობაში ჩაერთო. თავისი ექიმის წაქეზებით, რომელიც ხედავდა თუ როგორ გაუმჯობესდა ამ პროგრამის დახმარებით პაციენტის მდგომარეობა, მარიონმა გადაწყვიტა შეექმნა ანონიმურ ნევროზიანთა ჯგუფი, 12 ნაბიჯის კავშირი, რომელიც ოდესღაც წაკითხულ საგაზეთო სტატიაში იყო აღწერილი. პირველი შეხვედრა 1966 წლის 13 აპრილს ქალაქ სენტ-პოლის მერიამის პარკის სათემო ცენტრში შედგა და მასზე დასახმარებლად ანონიმური ალკოჰოლიკების რამდენიმე წევრიც მივიდა. პირველ კვირაში ჯგუფზე დასასწრებად 12-მდე ადამიანი მივიდა. გაზეთში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი შეხვედრას უკვე 65 ადამიანი ესწრებოდა. იმავე წლის შემოდგომაზე პირველი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვიტა თავად ჩამოეყალიბებინა ჯგუფი ქალაქ მინეაპოლისში. ასევე გაჩნდა ჯგუფები ტყუპ ქალაქების, მინეაპოლისის და სენტ-პოლის რეგიონში, მეზობელ შტატებში და აშშ-ის საზღვრებს გარეთ, კიდევ ერთ ქვეყანაში. მალე 30 ახალი ჯგუფი მოგროვდა და ჩამოყალიბდა მინესოტას ჯგუფთაშორისი ასოციაცია. ანონიმურ ნევროზიანთა პირველი შეხვედრა გერმანიაში მოაწყო ვალთერ ლ-მ და ის 1967 წლის 5 აგვისტოს ჩატარდა. დროთა განმავლობაში ამ ჯგუფებსა და ანონიმურ ნევროზიანთა მთავარ ოფისს შორის აზრთა სხვადასხვაობები გაჩნდა. უთანხმოებათა მოგვარების რამოდენიმე მცდელობის შემდეგ 1971 წლის 6 ივლისს მინესოტას ჯგუფთაშორის ასოციაციამ კენჭის ყრით გადაწყვიტა ანონიმურ ნევროზიანებისგან გამოყოფა. 4 დღის შემდეგ ჯგუფთაშორის გუნდმა ჩამოაყალიბეს ნდობით აღჭურვილ პირთა დროებითი კომიტეტი, საკუთარი 12 ნაბიჯის გაერთიანების შექმნის მიზნით. აირჩიეს მმართველი წევრები. ერთობას სახელად ანონიმური ემოციონალები უწოდეს. ანონიმურ ალკოჰოლიკთა საერთაშორისო მომსახურების ცენტრს გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მათი 12 ნაბიჯისა და 12 ტრადიციის საკუთარ მიზნებზე მორგებასა და გამოყენების ნებართვას თხოვდნენ. მათ ეს ნებართვა მიიღეს და 1971 წლის 22 ივლისს მინესოტას სახელმწიფო სამდივნოში დარეგისტრირდა ანონიმურ ემოციონალთა საზოგადოება. ამგვარად 12 ნაბიჯის ახალმა გაერთიანებამ ოფიციალურად დაიწყო არსებობა. ვალთერ ლ აგვისტოში მინესოტაში ჩავიდა და ნდობით აღჭურვილ პირთა დროებითი კომიტეტის სხდომას დაესწრო. გერმანიაში მისი დაბრუნების შემდეგ 1971 წლის 9 აგვისტოს მისი ჯგუფის წევრებიც გამოეყვნენ ანონიმურ ნევროზიანებს და შეუერთდნენ ანონიმურ ემოციონალების ერთობას. ანონიმური ემოციონალების პირველმა ნდობით აღჭურვილმა პირთა ერთობამ ბევრი რამ ისწავლეს ანონიმურ ალკოჰოლიკთა მუშაობის მეთოდებსა და მათი სახელმძღვანელოების შესწავლით. მათ წარმატების მიღწევა სურდათ, ამიტომ ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ ანონიმური ალკოჰოლიკების მეთოდებს. ასრულებდნენ მათ მეორე ტრადიციას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფური კენჭისყრის საშუალებით. ჯგუფების, კომიტეტის თუ ანონიმურ ემოციონალთა ერთობის ნებისმიერ შეხვედრაზე გადაწყვეტილებები მიღებული უნდა ყოფილიყო ჯგუფის უმრავლესობათა ხმით. იმ წელს ნდობით აღჭურვილ პირთა დროებითმა კომიტეტმა შეადგინა შინაგანაწესი და დაიწყო ლიტერატურის შექმნა. ანონიმური ემოციონალების დაარსების პირველი წელი ახალი იდეების, ბევრი მუშაობის, ბრძოლის, პიროვნული შეხლა-შემოხლის და ტკივილის წელი იყო. შინაგანაწესის დაწერის შემდეგ წევრები მის დასამტკიცებლად და პრაქტიკაში დასანერგად შეიკრიბნენ. ეს მოხდა რიგით პირველ ყოველწლიურ ყრილობაზე, 1972 წლის 14 ოქტომბერს, რომელიც ქალაქ სენტ-პოლში ჩატარდა. დროებითი კომიტეტი გაუქმდა, რადგან მას თავისი დანიშნულება უკვე შესრულებული ჰქონდა. არჩეულ იქნა მზრუნველთა საერთაშორისო მსახურების საბჭო, რომელიც შედგებოდა 11 საქალაქო, 4 რაიონული და 7 რეგიონული მზრუნველისგან. მზრუნველთა საერთაშორისო მსახურების საბჭო დღესაც წარმოადგენს ანონიმური ემოციონალების საქმიანობის და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.
როგორც ორგანიზაციების უმრავლესობაში, აქაც გარდაუვალი იყო ცვლილებები. 1975 წელს საბჭოს დაემატა 3 არაწევრი მზრუნველი: პასტორი, იურისტი და 12 ნაბიჯის პროგრამის სხვა ჯგუფის წევრი. ისინი არჩეულნი იქნენ ჩვენი პროგრამის მხარდაჭერის, მათი სხვადასხვა ნიჭის, უნარის და ასევე იმ თვალთახედვის გამო, რაზე დაყრდნობითაც შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა. 1994 წლის სექტემბერში წევრებმა დაამტკიცეს შინაგანაწესის შესწორებული ვერსია და საბჭომ შეამცირეს. ამიერიდან მასში შედიოდა 3 რაიონული, 9 რეგიონული და 3 არაწევრი: ბუღალტერი, იურისტი, ბიზნესმენი, მზრუნველი. ამის გარდა ყოველ კონტინენტს შეუძლია აერჩიოს და საბჭოში შეიყვანოს საერთაშორისო წარმომადგენელი. ანონიმური ემოციონალების უმთავრესი მიზანი იმთავითვე იყო იმედის გზავნილის მიტანა ემოციური პრობლემების მქონე ადამიანებამდე. ამან გააჩინა ისეთი ადგილის არსებობის აუცილებლობა, სადაც ადამიანებს ინფორმაციის მისაღებად შეეძლებოდათ დარეკვა და მიწერა. პირველ წლებში ოფისი განლაგებული იყო მარიონის სახლში, სადაც ის და სხვა მოხალისეები პასუხობდნენ სატელეფონო ზარებს, აგზავნიდნენ ინფორმაციას მეილით და აწარმოებდნენ ჩანაწერებს. მრავალი წლის განმავლობაში EA-ის საოფისე სამუშაოებს მოხალისეები ასრულებდნენ. 1974 წლის იანვარში ოფისმა მისამართი შეიცვალა და ბინა ნაქირავებ ოთახში დაიდო. ორგანიზაციამ არასრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლები დაიქირავა. ანონიმური ემოციონალების ოფისი ამჯერად საერთაშორისო სერვის ცენტრის სახელით ცნობილი, მოგვიანებით კიდევ 3-ჯერ გადავიდა ახალ ადგილას, რადგან გაფართოება გახდა საჭირო. გაიზარდა ანაზღაურების მქონე თანამშრომლების რაოდენობაც. დღეს ანონიმურ ემოციონალებს ჰყავს სრულ განაკვეთზე მომუშავე აღმასრულებელი დირექტორი, ასევე სრულ განაკვეთზე დატვირთული 3 და 1 არასრულ განაკვეთზე დატვირთული თანამშრომელი. რადგან ამ გაერთიანებას ერთობის წევრები უძღვებიან, მათთვის ყოველთვის იდგა საჭიროება ანონიმური ემოციონალების საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებ წევრებთან შეენარჩუნებინათ კომუნიკაცია. 1972 წლის aprilში მზრუნველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციას წელიწადში 4-ჯერ გამოექვეყნებინა საერთაშორისო სამსახურის ბიულეტენი და ჯგუფებისთვის დაეგზავნა. ეს გამოცემა კვლავაც ეგზავნება ყველა რეგისტრირებულ ჯგუფს და ამ გზით ნარჩუნდება კომუნიკაცია საბჭოს, საერთაშორისო სამსახურის ცენტრსა და რეგისტრირებულ ჯგუფებს შორის, რადგან EA არის ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს წევრთა სია. შეუფერხებელი კომუნიკაციის პასუხისმგებლობა ეკისრება EA-ის თითოეულ ჯგუფს, რომლებმაც სამსახურის ცენტრს უნდა მიაწოდოს მათი იმჟამინდელი საკონტაქტო პიროვნების მისამართი, ვინც შემდეგ ჯგუფს გადასცემს სამსახურის გამოგზავნილ ბიულეტენებს. 1976 წელს დაიბეჭდა პირველი წლიური ანგარიში, რომლის მიზანი იყო გასული წლის მიხედვით საბჭოს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ წევრების უკეთ ინფორმირება. ამგვარი ანგარიში დღესაც გამოიცემა და ის ხელმისაწვდომია წევრებისთვის. ანონიმური ემოციონალების ჯგუფების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და ვრცელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ 1973 წელს შეიქმნა მსოფლიო ცნობარი. მასში მითითებულია ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ჯგუფებისა და მათი შეხვედრების ადგილების შესახებ. ცნობარს იყენებენ ადამიანები, ვინც საცხოვრებლის მახლობლად მოქმედ ჯგუფებს ეძებენ. ასევე ის წევრები, ვინც საცხოვრებელი რეგიონი შეიცვალეს ან მოგზაურობენ. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ინფორმაცია თუ სად ტარდება ანონიმური ემოციონალების შეხვედრები. ამ ცნობარის სიზუსტე და გამოსადეგობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად გაუგზავნიან საერთაშორისო მომსახურების ცენტრს შეხვედრების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ჯგუფები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელიც ანონიმური ემოციონალების პირველმა წევრებმა წამოიწყეს, ლიტერატურის წერა იყო. ამას წევრები მოხალისეობის საფუძველზე აკეთებდნენ. ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელიც 1971 წლის აგვისტოში გამოვიდა, იყო ყვითელი ბროშურა. 1978 წლისათვის ეს ბროშურა უსინათლო და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დაიბეჭდა ბრაილის და მსხვილი შრიფტებით. ანონიმურ ემოციონალებს 50-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის კი არის ისეთი, რომელიც დაახლოებით 17 ენაზეა ნათარგმნი. 1972 წლის იანვარში გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალის ანონიმური ემოციონალების გზავნილის პირველი ნომერი. ის დღეისათვის არის EA-ის ერთგვარი შეხვედრა ბეჭდურის სახით, რომელშიც იბეჭდება წევრების სტატიები ანონიმურ ემოციონალებში მიღებული გამოცდილების შესახებ. გამოწერის თავდაპირველი წლიური საფასური იყო $3, იბეჭდებოდა 500 ეგზემპლარად. დღეს მას 900 გამომწერი ჰყავს. შეიძლება EA-ის უდიდესი მიღწევა ლიტერატურის სფეროში იყო წიგნი ანონიმური ემოციონალები, რომელიც 1978 წლის შემოდგომაზე გამოიცა.
თავდაპირველად იგეგმებოდა ბუკლეტის დაწერა, რომელიც 6 თვეში უნდა მომზადებულიყო. 10-მდე წევრი გულდასმით მუშაობდა მასზე. წერდნენ, ასწორებდნენ, აგროვებდნენ და შეაჯერებდნენ იდეებს. წიგნის შეკვრა დაიწყო 2-3 შავი პირის მომზადების შემდეგ და საბოლოოდ 2.5 წელიწადში დასრულდა. ამ დროისთვის ორგანიზაციამ იქირავა საამწყობო დაზგა და ერთობის 3 თუ 4 წევრმა ტექსტის ასოები ააწყო. წიგნის პირველი გამოცემის ხორცშესასხმელად რისკიანი ნაბიჯი გადაიდგა. ნასესხები ფულით შეუკვეთეს 4,000 ეგზემპლარის ბეჭვდა. უცნობი იყო ანონიმურ ემოციონალებს ყავდა თუ არა 4,000 წევრი, რომლებიც წიგნს შეიძენდნენ. თუმცა დღეისათვის უკვე 225,000 ცალია გაყიდული. ის ასევე არსებობს აუდიო წიგნის სახით. 1992 წელს კი გაიცა საავტორო უფლება გერმანულ თარგმნაზე. წიგნს პირველი ძირფესვიანი რედაქტირება 1995 წელს გაუკეთდა. ჩვენი ყოველდღიური მედიტაციების დღის ფიქრის წიგნი დღეს 1997 წლის ნოემბერს გამოვიდა. დღეისთვის გაყიდულია მისი 55,000 ეგზემპლარი. ეს წიგნიც რამდენიმე მოხალისის მრავალთვიანი თავდაუზოგავი მუშაობის ნაყოფია. მედიტაციები მოძიებული იქნა ყველა წევრისგან, თუმცა დაწერისა და გამოცემის პირველადი სამუშაო არაპროფესიონალთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ჩაატარა. ანონიმური ემოციონალების ემბლემა 1972 წლის 16 იანვარს მიიღეს და წარმოადგენდა ძველ ინგლისურ ხელნაწერ მთავრულ ასოებს EA ჩასმულ ორმაგ წრეში. წრეები სიმბოლურად გამოხატავს ერთობის წევრთა ურთიერთკავშირს, ერთად ყოფნას, თანასწორობას და უწყვეტობას. ეს ემბლემა ანონიმური ემოციონალების სავაჭრო ნიშნად არის დარეგისტრირებული აშშ-ის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ბიუროში. ამჟამინდელი ლოგო წრეში ჩახატული ფრთაგაშლილი ფრინველი, რომელიც გამოხატავს გამოჯამრთელებით მოპოვებულ თავისუფლებას. შეიქმნა რედაქტირებული ანონიმური ემოციონალების წიგნის ყდისთვის 1995 წელს. ჩვენი მედალიონი შექმნეს წევრებმა და პირველად მისი შეძენა შესაძლებელი გახდა 1992 წლის ივლისში. მის ერთ მხარეს გამოსახულია ანონიმური ემოციონალების ემბლემა. მეორე მხარეს კი გამოყვანილია სულის სიმშვიდის ლოცვა. ღმერთო, მომეცი გონება და სულის სიმშვიდე, რათა მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. სიმამაცე შევცვალო ის, რაც შემიძლია და სიბრძნე, რათა გავარჩიო ერთი მეორისაგან. მედალიონის წრის ერთი ნაწილი გლუვი და ცარიელია. იმის აღსანიშნად, რომ ჩვენი გამოჯამრთელება მუდმივი პროცესია. ის არასდროს სრულდება და არასდროსაა იდეალური. ანონიმური ემოციონალების პირველი საერთაშორისო ყრილობა 1972 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. 1986 წლამდე ყრილობებს ყოველ წელს მასპინძლობდა 5 ქალაქები. 1996 წელს კი ის არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში გაიმართა. შემდეგ სხვა ქალაქებმაც გამოთქვეს მასპინძლობის სურვილი. აშშ-ის საზღვრებს გარეთ ჩატარებული პირველი საერთაშორისო ყრილობა კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში 1990 წელს გაიმართა. ევროპაში ემოციონალების პირველი საერთაშორისო ყრილობა გერმანიაში ჩატარდა 1996 წელს. 1972 წელს ჩამოყალიბდა ბედნიერების კლუბები. 1974 წელს მას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბავშვთა ანონიმური ემოციონალები და ახალგაზრდათა ანონიმური ემოციონალები. დღეს ამ ჯგუფებიდან ძალიან ცოტა ფუნქციონირებს. მარტოსული ანონიმური ემოციონალები LEA 1971 წელს დაარსდა, თუმცა 1976 წლამდე რეალურად არ უმუშავია. 1998 წელს კი დაიშალა. LEA-ის დანიშნულებაა ანონიმური ემოციონალების პროგრამა მიაწოდოს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება, რომ მათ ახლოს ასეთი ჯგუფები არ მუშაობს, ან რომ დაუძლურებულები არიან, შინიდან ვერ გადიან და არ შეუძლიათ შეხვედრაზე მისვლა. LEA-ში ასეთ ადამიანებს ანონიმური ემოციონალების პროგრამა მიმოწერის გზით მიეწოდებათ. ანონიმური ემოციონალები, როგორც ეს მისი დაარსების დასაწყისში ხდებოდა, კვლავ ფართოვდებოდა. ადამიანები წაიკითხავენ ან ვინმესგან იგებენ ამ 12 ნაბიჯის პროგრამის შესახებ, რომელიც მათ შესაძლოა ემოციური პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ და გრძნობენ, რომ ეს შეიძლება მათთვის სარგებლის მომტანი გამოდგეს. ანონიმური ემოციონალების ჯგუფების გახსნაში სხვა 12 ნაბიჯის პროგრამის წევრებიც დაგხმარებიან. ზოგჯერ EA-ის წევრები იცვლიან საცხოვრებელს და ახალ ადგილებში თავად ხსნიან ჯგუფებს. LEA-ის წევრები აყალიბებენ ახალ ჯგუფებს, როგორც შეუძლიათ. ამ წიგნის ბეჭვდაში ჩაშვების დროისთვის 39 ქვეყანაში ანონიმური ემოციონალების 1300 ჯგუფი ფუნქციონირებს. იმედისა და ემოციურ დაავადებებისგან განკურნების გზავნილი 1971 წელს წამოიწყო და ის დღესაც ძლიერია.